გამარჯობათ. დღეს მომენადრეთ და მინდა რომ თქვენთან ერთად ვიბაასო და მოდი ერთად ჩავწეროთ ლაივი. სპეციალურად ჩავაბრელე, რომ ესეთი ლამაზი გამოვჩენილიყავი. ძალიან ბევრი თემები მაქვს. უამრავი თემა მაქვს გაჩენილი თავში, რომელზეც მინდოდა თქვენთვის მესაუბრა და ვიფიქრე, რომ მოდი ერთად ავირჩიოთ თემა. თანი, ენი, მანი. მოგესალმები, პირველი ხარ ვინც შემოვიდა. არ ვიცი რომელი ხარ, მაგრამ მოგესალმები. ალბათ ნახავდით ჩემს გაზიარებულ წიგნს, რომელიც ატვირთაც დავიწყე, ატვირთვა დავიწყე დიგიტალური და ალაჩვეულებრივი წიგნია. მართლა არაჩვეულებრივი წიგნია, მეგობრებო, რომლის ატვირთვაც დავიწყე და უმაგრესი რაღაცეები ამოვიკითხე, რომლის წაკითხვაც ჩემს სულს მალამოდ მოედო. ასე რომ მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა იმ წიგნის შესახებ, სადაც ჭეშმარიტად წერია ის სიმართლე, რა სიმართლეც აქამდე დამალული და დაფარული იყო. ხო და ერთად გავერკვეთ ამ წიგნში და ერთად წავიდეთ წინ. მოდი ვიბაასოთ. ეხლა დღეს რაღაც ხასიათზე ვარ იმის, რომ ქართული ლაზარეს ენით ვილაპარაკოთ. მოსულა. ვიცი, რომ არც ლამაზად ვარ გამოპრანჭული და არც ლამაზი ბექგრაუნდი მაქვს, მაგრამ ჩემს ვიდეოებში მნიშვნელოვანი არის შინაარსი, რასაც ვსაუბრობ. ფიზიკურ სხეულს, როგორც ჩანს, ჩემი ასტრალური სხეული ჯერჯერობით იმდენ ყურადღებას არ უთმობს, რამდენ ყურადღებასაც დღევანდელი საზოგადოება უთმობს თავის ფიზიკურ სხეულს, ხო? არის ესეთი ეტაპი, როდესაც გადადიხარ ფიზიკური სხეულიდან ასტრალურში, ასტრალურიდან შემდეგ ზეკაცში. ხო და ასეთ თემებზე არის საუბარი, მეგობრებო, სწორედაც ამ წიგნში, რომელსაც ქვია აზროვნების ევოლუციის შესახებ და დღეს განსაკუთრებული, რაც მე მომხვდა, რაც წავიკითხე ამ წიგნში, იყო ის, რომ ადამიანის შექმნაზე და ადამი და ევას არსზე არის საუბარი, ხო? რა არის არსობრივად ადამი და ევას საკითხი, რას ნიშნავს 64-დან გამოსვლა და ასე შემდეგ. მთლიანი თავი არის ესე და თუ გინდათ ერთად წავიკითხოთ, არ ვიცი, ხა დაგელოდებით კომენტარებში, აბა რამდენი მომწერთ, თუ გაინტერესებთ, ახლა არ მგონია რომ დაგაინტერესოთ ჩემმა ლუყურმა, როგორც ხედავთ, უკვე ლაპარაკსაც მიშლის რეტროგრადული მერკური. ხო და მოდი ვისაუბროთ რა. როგორც ჩანს, ის თემები, რასაც ჩვენ გავდივართ ერთად ჯგუფურად, ხო? იმ თემებზე უკვე უამრავ ადამიანს ნააზრევი აქვს და გააზრებული ქონია და დაწერილიც ქონია და ასე შემდეგ და მე რომ დავუფიქრდი ერთ რამეს რა, კი მაგრამ თუ ამდენ რამეს უკვე ჩამწვდარია ადამიანი, რაღაცა პატარა საზოგადოებებში ასეთი რაღაცეები უკვე განხილულა, ანუ ხილიც ყოფილა და ხილულიც, ხო? რატომ ვერ მოახერხა ასეთმა აზროვნებამ საზოგადოებაში გასვლა? და პასუხი ძალიან ადვილია, რომ საზოგადოებაში გასვლა 2020
2001 წლიდან უკვე მასიურად დაიწყო ინტერნეტის და ციფრული აპარატების გამოყენება, ხო, ისე როგორც კომპიუტერის, ასევე მობილურების. და მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ჩვენ არ გქონდა იმის საშუალება, რომ ერთმანეთს დავკავშირებოდით, ამხელა ჯგუფური შეხვედრები მოგვეწყო, დღევანდელი ციფრული აპარატები იმის საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ ერთმანეთს სწრაფად გავაგებინოთ ინფორმაციები და სწრაფად გავიაზროთ, გავუზიაროთ ერთმანეთს გააზრებული, წაკითხული და ამ პროცესს 2000 წლამდე, ხო, მე-19 საუკუნეში, უბრალოდ 19 და მე-20 საუკუნეში, სადაც უკვე აზროვნების ბუმი იწყება, ხო? მე-20 საუკუნის დასასრულს ჯერ კიდევ არ იყო იმის საშუალება, რომ ადამიანები ერთმანეთს შეხვედროდნენ, მოეწყოთ შეხვედრები. თქვენ იცით, რომ სალონური შეხვედრები ეწყობოდა, იქ შეხვდებოდნენ რამდენიმე 10-ული თუ 20-ული ადამიანი და ისინი საუბრობდნენ, მაგრამ თქვენ იცით, რომ დრო იმდენად შეზღუდულია, მეგობრებო, რომ როდესაც სალონური საუბრები მიმდინარეობს, ძალიან ნაკლებად თუ საუბარი გაგრძელდეს 4 საათი, ან 5 საათი, ან 6 საათი. ამხელა წნეხს, ანუ გონებრივ წნეხს, ადამიანის გონება ნაკლებად უძლებდა მე-20 საუკუნის დასასრულამდე. თუმცა დღევანდელი ციფრული აპარატების მეშვეობით და ინტერნეტის მეშვეობით იმდენად გაადვილდა აზროვნება, მოაზროვნეთათვის, თორე ტიკტოკერებისთვის ახლა აზროვნება პირიქით დაჩნოგების გზაზე მიდის. ანუ მე ვამბობ მოაზროვნეთათვის იმდენად გაადვილდა, რომ ინფორმაციის მიღება დაიტიოს გონებამ დღეში ალბათ 4 საათი, 5 საათი, 6 საათის განმავლობაში, რომ ეს უადვილებს მათ გონებრივ და აზროვნებას, ხვდებით, აზრის ვნებას უადვილებს. ანუ ვნება, ვინც მოაზროვნეა და ვისაც ეს აზრის ვნება გააჩნია, ხომ? მას ასევე გააჩნია, ეს დღევანდელი თემა არის ზუსტად, მას გააჩნია იმის კაპაციტეტი ქართულად როგორ აღხსნა, იმის შესაძლებლობა, ისე რომ ვთქვათ, დაიდევს მისი გონება იმ აზრობრივ განვითარებას, რაც დღევანდელობაში ხდება. ანუ ჩვენ რასაც ვუწოდებთ მე-5 განზომილებაში გადასვლას მე-4 განზომილების გავლით უпроსტად, ხომ? ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენად დამტევი არის შენი გონება ახალისთვის. მე მქონდა ერთ-ერთ ქალბატონთან საუბარი, რომელმაც თქვა, რომ იცით რა, მე ალცჰაიმერის ნიშნები დამეწყო. და როდესაც მე მის მატრიცაში ჩავეხედე, ვნახე, რომ ამ ქალბატონს არაჩვეულებრივი გონება აქვს. მას არ არსებულია, რომ ალცჰაიმერის ნიშნები ჰქონდეს. ერთადერთი შესაძლებლობა არის მის მატრიცული გადმოსახედიდან ის, რომ მას ჰქონდეს გადავსებული გონება არასწორი ინფორმაციებით, არასაჭირო ინფორმაციებით და არასასურველი ინფორმაციებით. რამე თუ ამ ადამიანის გონებრივი განვითარება არის უმაღლესი დონის, მას შეუძლია დეტალებში დაიმახსოვროს ყოველი ინფორმაცია. თუმცა ამ ყოველდღიური გამოყენების ინფორმაციებს, რადგან ჩვენ ყოველდღიურობაში არ ვიყენებთ, ჩვენი ქვეცნობიერება მას ალაგებს ჩვენს უკანა ტვინში, ანუ ქვეცნობიერში და იმდენად რა თქმა უნდა, როცა დასჭირდება, ის გამოიძახებს ამ ინფორმაციებს, მაგრამ არსებობენ ისეთი ინფორმაციები, რომლებსაც ცხოვრებაში არც ერთხელ უბრალოდ მეორედ აღარ გამოვიძახებთ. თუმცა ეს ინფორმაციები ჩაწერილი არის, ჩატვირთული არის შენს ქვეცნობიერში და იმდენად გადავსებული აქვს შენი გონებრივი
დამტევიანობა, რომ ახალს ვეღარ იღებ. დამტევიანობა, აბა მომეხმარეთ სიტყვებში. ბიბა 114 კი რო გეუბნებით, დამტევიანობა როგორ შეიძლება ქართულად ავხსნათ. ხო და როდესაც თქვენი ქვეცნობიერი უკვე გადავსებულია აი ამ ძველი ინფორმაციით, რომელიც აღარ სჭირდება, ამის ტექნიკები არსებობს, რითიც გამოვიმუშავებთ ამისგან გათავისუფლებას. და როდესაც ჩვენ გავთავისუფლდებით, ტვინი დაიწყებს უკვე ახლის მიღებას. და როდესაც ახლის მიმღები ხარ, ამ ძველისგან დაჯაბნილი აღარ ხარ. ანუ დაგრუზული აღარ ხარ, ხო? აი რა კარგი სიტყვაა დაგრუზვა. ანუ ტვირთით, იმხელა ტვირთი გაქვს, რომ ვეღარ იტევ, ხო? ხო და ამას ვამბობ, რომ აუცილებელი არის ყველაფრის ცოდნა, მაგრამ აუცილებელი არ არის ყველაფრის ტვინში დატოვება. ანუ შენს ქვეცნობიერში ჩალაგება ეს აუცილებელი არ არის. ამიტომ არსებობს ღვთიური ინფორმაცია და ამიტომ არსებობს დაბალ ვიბრაციული ინფორმაცია. დაბალ ვიბრაციული ინფორმაცია ღვთიურ ინფორმაციის შემოსვლას უშლის ხელს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ დარდის ემოციაში, ჩვენ ვართ თვითგვემის ემოციაში, ჩვენ ვართ ვაივაგლახის ემოციაში, ასე რომ ჩვენ თავებს თვითონვე ვაზიანებთ, თუ კი არ გავათავისუფლებთ აი ამ ვაივაგლახისგან თავს. და მე დავინახე, რომ წეღან მიყურებდა სასულიერო პირი მამა გიორგი სხილაძე და მინდა რომ გთხოვო მამა გიორგი სხილაძეს, რომ ერთადერთი შენიშვნა, რაც მე შემიძლია შევიტანო ლოცვებში, ყოველდღიურ ლოცვებში, არის ჩვენი თავის თვითგვემა. თუ კი ჩვენ ყოველდღიურად ჩვენ თავს თვითგვემაში ვამყოფებთ, ხო? და იმ ადამიანების ლოცვებს წავიკითხავთ, რომელი ადამიანებიც თავის თავს, თავის ცოდვების სინანულში იყვნენ, თუმცა ეს ჩვენ საერთოდ არ გვეხებოდეს შეიძლება, ამით ჩვენ ვიზიანებთ თავს. იმიტომ ვიზიანებთ თავს, რომ შეძახილმა ხე გაახმოო, ეს ტყუილად არა აქვს ჩვენ სიბრძნეს ნათქვამი. სიბრძნეს ბრძენ ხალხს. იმიტომ რომ როდესაც ყოველდღურად კითხულობ და შენ თავს შემოუძახებ მე მრუშს და მე მკვლელს, მე ავაზაკს და მე ასეთ საცოდავს, იმას იქით ვერ გწახვალ, ვერ გაცდები, შენ დარჩები ისევ მრუშობაში, ავაზაკობაში, მკვლელობაში, მტყუილებში, უსუსურობაში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახალის მიღებას, ხო? ახალის ხილის მიღებას, ეს იმ აზროვნული გონებრივი განვითარების შედეგია, როგორც არის საზოგადოება დაკავებული. ძალიან დიდი რეკლამა უკეთდება TikTok-ს. როგორც კი შეხვალ TikTok-ში, ეგრევე კარგავ წარმოდგენას დროსა და სივრცეში და იკარგები აბსოლუტურ ქაოსში, იმიტომ რომ იქ ყველანაირი ინფორმაცია ყრია. მაგრამ როგორც კი შენ გამოხვალ და ეტყვი შენსა სტოპ, შეჩერდი გეყოფა და დაიწყებ უკვე აზროვნებას და ჩართვას იმისას, თუ რა ფუნქცია გაგაჩნია, რა ფუნქცია დაგაკისრა ღმერთმა, რომ ამ დედამიწაზე უბრალოდ ამ სხეულში ჩაქსვა მარტო იმისთვის ხომ არა, რომ დაიბადო და გარდაიცვალო. რაღაცა ფუნქცია დაგაკისრა, ეხლა აღდგომა მოდის და ხორბალი დათესეთ ალბათ, ხო? ვაკავშირებ. აი ამ ხორბალს რატომ ვაკეთებთ ყოველწლიურად? დაფიქრებულ ხართ ამაზე? მე ადრე ლაივი ჩავწერე ამ თემასთან დაკავშირებით და პირდაპირ კავშირშია შენ სულთან. თუ დააკვირდებით, ხორბალი რატომ მეორდება და ისევ მეორდება და თუ დაკვირვებულ ხარ იმას, რომ ერთი და იგივე თემები, ერთი და იგივე სივრცეში სხვადასხვანაირად მეორდება, სხვადასხვა ადგილებში და სხვადასხვა პუნქტებში, აი წარმოიდგინეთ წრიული ხაზები,
რომ აი სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა თემებს, სხვადასხვა დროში, სხვადასხვანაირად განიხილავენ. თუმცა ყველა დროში, ყველანაირი, ყველა პერსპექტივა და ყველანაირი მოსაზრება არსებობს. მაგრამ იმ ჯგუფის, აი მაგალითად ვთქვათ, რომ სადღაც 10 კილომეტრში ახლა 2-4 ადამიანი ზის, ხო? 2-3-4 ადამიანი ზის და განიხილავს რაღაც თემებს. რომელ თემებსაც ჩემი გონება ჯერ არ დაახლოვებია. თუმცა ისინი განიხილავენ. სანამ მათი ნასაუბრი ჩემამდე მოვა, შეიძლება გავიდეს 90 წელი. ხო? მათი ფიზიკური სხეული აბსოლუტურად გარდაიქმნას, ისინი შეიძლება საერთოდ ცოცხლები აღარც იყვნენ, თუმცა მე რაღაცა დროის მანძილზე ეს ინფორმაცია მაინც დავიჭირე, მაინც მოვიდა ჩემამდე. და ამან გამოიღო ნაყოფი. თუმცა იმ ადამიანებმა ჩემი ამ ნაყოფის გამოღება ვეღარ იხილეს. ახლა მეკითხვა მიჩნდება, ის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ამას განიხილავდნენ, ფიქრობდნენ თუ არა ჩემზე? ან ჩვენ რომ ახლა აი ამ წრეში ამას განვიხილავთ, ის ადამიანები, რომლებიც ჯერ არ გამოფხიზლებულან, ვფიქრობთ თუ არა ჩვენ იმ ადამიანებზე? და აქედან გამომდინარე მე იწყებს ადამიანი უკაზროვნებას, რომ სული ერთია. სულ ერთია, რომელ დროში, რომელ სივრცეში, რომელ საზოგადოებაში, რა სიტყვა და რა აზრი გაიელვებს, ის აზრიც, სიტყვაც და ბგერაც შენამდე როდესღაც მოვა. და დავუკავშირდეთ, თუ კი ქრისტემ პირველ საუკუნეში იმ ცნობიერებას მიაღწია, რასაც ახლა გავდივართ, მაშინ მეკითხვა მიჩნდება, ის 12 მოციქული ქრისტესთან ერთად რომ დადიოდა, ფიქრობდა თუ არა ჩვენზე, რომლის სახელებიც ჩვენ დღეს პირზე გვაკერია? ან იცოდნენ თუ არა ჩვენს შესახებ, რომ ჩვენ მათ სიტყვას გავიგებდით? ან შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ ჩვენც ვიყავით იმ დროში? ჩვენ შეგვიძლია რომ ვიფიქროთ, რომ ჩვენც ვიყავით იმ დროში. რატომ? ეხლა ვიგეთყვით რატომ. იმიტომ რომ ჩვენ იმ დროს ვერ გავცდით. ისევ იმ დროში ვტრიალებთ და ისევ იმ სიტყვებს ვკითხულობთ, რასაც იესო ქრისტე 2025 წლის წინ თავის მოწაფეებთან ამბობდა. ვერ გავცდით. ეს ცუდით სულაც არ არის, რომ ვერ გავცდით. არც უნდა გავცდეთ. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ. ჩვენ არ უნდა გავიქცეთ, ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ამ სიტყვებს. და აქაც შევუახლოვდებით ისევ და ისევ კვანტურ ფიზიკას, რა სიღრმეში ჩადიხარ, იმ სიმაღლეზე ადიხარ. თუ ჩვენი ფესვები არ მოგცემდნენ ჩვენ მასას, ინფორმაციას, ჩვენ ვერ წავიდოდით წინ, ვერ გადავდგავდით ნაბიჯს, არ ვიარსებებდით უბრალოდ. ასევეა ხორბალიც, თუმცა ხორბალი თავისით არ ჩაითესება, რადგან ადამიანი მას აიღებს და შეჭამს. და ისევ ადამიანი შემოინახავს იმ მარცვალს, რომ ჩადესოს, რომ შემდეგისთვის ისევ აიღოს და შეჭამოს. ისევ და ისევ მუცელთან მივდივართ და ისევ მივდივართ პირველ, მეორე ენერგეტიკულ ველებთან. რამ შექმნა ადამიანი? იმად, რომ ბუნებაში რაც თავისით ახერხებს გამრავლებას, მან აიღოს და გაანადგუროს. რამ შექმნა ადამიანი ამად? ღმერთმა თუ რამემ სხვამ? მე ვიტყოდი ასეთ რამეს. აზროვნების შედეგად ადამიანმა ბევრ სასიკეთო რამეს მიაღწია და ბევრ დამანგრეველ რამეს მიაღწია. ორ დუალურ სამყაროში, ბინალურ სამყაროში ცხოვრობთ. დუალურ სამყაროში ცხოვრობთ. როდესაც
ადამი და ევა გააფრთხილა ღმერთმა, აჰა მე მოგცემ თქვენ ხეს, რომლიდანაც შეგიძლია იკვებო, ხოლო ამ ხის მეშვეობით შენ არ იგემო ის ხილი, რომელიც გაგაგებინებს რა არის კარგი და რა არის ცუდი. იცით რა არის ამაში ნათქვამი? ღმერთმა ადამი გააფრთხილა, მე მოგცემ შენ სიცოცხლის ხეს, რომლისგანაც შეგიძლია იკვებო. მაგრამ თუ კი შენ იგემებ იმ ხილს, რომელიც არის სიკეთისა და ბოროტების განმსაზღვრელი, ანუ თუ შენ მიაღწევ იმ დონეს, რომ გაიგებ რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე, ანუ თუ შენ დუალობაში ჩახვალ, შენ ვეღარ მიიღებ ამ ხისგან იმ სიკეთეს, იქ უკვე სიკვდილი იქნება. ხო? ეხლა გეტყვით, ღმერთმა მისცა ხე. ხე მისცა, მეგობრებო. აი ნახეთ, ძველი ქართულით წერია. ერთი წუთით მე ამას ამოვიკითხავ ეხლა. ძველი ქართულით წერია. ერთი წუთით სულ ერთი წამით მომეცით რა. დრო. ჩვენ მე დაგიპოსტეთ. ეხლა სურათს გაჩვენებთ, მე ამ ვერ ხედავ ისედაც. ამ სიგნალეში. და ამ სურათს დავპოსტავ. სადაც წაკითხვა მინდოდა იმ ფრაზის. კარგი, ვერ ვხედავ ეხლა. არ ვიცი სად არის, მაგრამ არ აუშავს. მერე წავიკითხოთ. მანამდე ვისაუბრებ. არის ესეთი მომენტი, რომ ღმერთი რო ეუბნება ადამიანს, რომ შენ იგემებ ამ ხისგან, ხო? აქ სულაც არ არის ვაშლზე საუბარი, მეგობრებო. მე საერთოდ ვერ ხვდები როდის და სად შემოიტანეს ეს ხილი ვაშლი რა. შესაქმის პირველ და მეორე თავებში სულ სხვა რაღაც წერია და ვერ ხვდები ვაშლი საერთოდ რატო დაარქვეს აი ამ ცნობიერებას. ანუ რა პერიოდში შემოვარდა ეს ვაშლი, ვერ ხვდები რა. იმიტომ რომ აშკარად პირდაპირ გასაგებად წერია, რას ეუბნება ღმერთი ადამიანს. აი ნახე. ქრისტიანულ ანთროპოზოფიის მიხედვით კაცობრიობის ყოვლისაგან ხისა, სამოთხისა ჭამით შეჭამო, ეუბნება ღმერთი ადამიანს. ხოლო მასგან ხისა ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა არ შეჭამო, რამე თუ რომელსა დღეს შეჭამო, მისგან სიკვდილით მოსწყდებით. აბა ეხლა საწერია აქ ვაშლი გამაგებინეთ რა.
სადმე წერია ვაშლი? ეუბნება, რომ კეთილისა და ბოროტისაო. და ეს ხე, მეგობრებო, არ არის ის ხე არ არის ნაგულისხმები ამ ხეში, ხალხო. ანუ, აქ რა ხე არის იცით ნაგულისხმები? აქ არის განი, ველი, განის ველია, აქ არის აზროვნების ველია ნაგულისხმები, ხალხო. აი ნახეთ, მერვე ასობგერა, რომელსაც ჩვენ ქართულ ანბანში აღარ ვიყენებთ, ხო? ამ ხეზეა საუბარი და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ხილვა მქონდა ამ ხესთან დაკავშირებით. გველები უნდა შეაყარო ამ ხესო, რომ ნაყოფი მოისხასო, ესე მითხრეს რა. და მეც ავიღე იქ გველები იყო და ავიღე ეს გველები და მიმქონდა ეს რაღაც მუჭაში ეს ხელებით ეს გველები და შევაყარე ამ ხეს. ხო და ეს არ ეყოფაო, კიდე უნდა მოიტანო ეს გველებიო და შეაყარო და მიმქონდა კიდე ეს გველები და კიდევ შევაყარე რა და აი ახლა ამის მერე წავიკითხე ესეთი რაღაცა რომ ავთანდილს დავეთანხმები ქართულმა ენამ დახკარგა თავისი ფერი მრავალ მინიშნებისა გამოხატვისა, რადგან ის უფალია დაგვაშორეს მის ჭეშმარიტებისაგან და ერი არასწორი მიმართულებით მიმართეს. უკვე მე-17 საუკუნეზე მეტია 325 წლის მერე 17 ჩვენ წელთაღრიცხვიდან და სხვა მსოფლიო კრებებზე ცვლიდნენ ძველ აღთქმას და ყველაფერი კარგად მოირგეს მმართველმა წრეებმა ყველა რელიგიებში, ხო? მმართველმა წრეებმა, ხო? კი. ყველა რელიგიებში და საერო ხელის უფლების რამაც ჩიხში მოაქცია კაცობრიობის რაც შველას ჭირდება სულებს ცოდცილებს. ავთანდილ შენ ისე წერ, როგორც წესით უნდა წერდეს ქართველი. იმიტომ რომ ჩვენს ქართულში როგორც ჩანს რაღაცეები ერთმანეთს შეუერთეს და ზოგი დააშორეს და შეერთებაო გეუბნება რა. შესაძაგელო შეერთება. ხო. ქართულ ენაში არის ამოკითხული და აი წავიკითხოთ კიდევ ერთხელ. და ეს არის გვერდი 62. მოდი ახლა მაგას ვიზავრო. გვერდი 62-ს ავტვირთა. და ერთად წავიკითხოთ. თუმცა ამოატრიალო. არ მაცლის. მოდი ესე ვქნათ. არ ჩანს. არ უნდა გამოჩენა. კიდევ ერთხელ წავიკითხავ რა. ყოვლისაგან ხისა. ესე იგი ბიბლიური მითის თანახმად უფალმა ადამი ედემს დაასახლა და ამ ცნო ყოვლისაგან ხისა 64 ჭამით შეჭამო, ხოლო მისგან ხის ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა არ შეჭამო, ხოლო მისგან ხის ცნობადისაო, გესმის? ანუ ყოველისა ხისა შეჭამო და მისგან ხის ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა არ შეჭამო. ჭამას, მეგობრებო, ქართული ენა არის ძალიან ძველი და ამაში ვხედავთ, რომ ჭამაში იგულისხმება. აი ვთქვათ, ვიღაცამ ტყუილით გითხრა და რა გაჭამაო, ხო, ვიტყვით, ხო, რა გაჭამაო, რა მაგრად გაჭამაო, ხო? ანუ ჭამაში იგულისხმება, მეგობრებო, ცნობიერების მიღება და არა რაღაცა ხილის ჭამა.
და მერე აი ამ ხილის ჭამას ვაშლი რატო დაარქვეს? რაღაცა შლის, ხო? ვას შლისო, გესმით? და ვა რა არის? ვას გამოვიყენებთ, როცა რაღაცას ვერ ვაკეთებთ, ვა ვიტყვით. ან რაღაცა როცა მივხვდებით და ამოვიცნობთ და ვა ვიტყვით. კიდე ვას რაში ვაში რას გულისხმობთ ქართველები? მოდი აბა შეკვეცილი სიტყვა არის ვა და მოდი გავშალოთ აბა. ვაში იგულისხმება ვინი და ანი. და ამ ვინი და ანში რაღა იგულისხმება? ამ ვინი და ანში იგულისხმება ანი თვარის ღმერთი. ესე იგი არსებობს ორი მხარე, მზე და თვარე. ამ დუალურ სამყაროში, ამ ბინალურ სამყაროში არსებობს ორი. ყველაფერი ორი, გაურებული გვაქვს ორი თვალი, ორი ნესტო, ორი ხელი, ორი ფეხი. ორი ტვინის სფერო, ნახევარსფერო, ხო? ასევე არის თეთრი, შავი, ნათელი, ბნელი, ღმერთი და მისი დაცემული მხარე, ინი და იანი. ხო და რა იგულისხმება ამ ვინ ანის შლაში? ვაშლის სიტყვა ვაშლი გვეუბნება, რომ ვინის და ანის შლა იწყება აქ. და რისი შლა იწყება? რაღაცას თუ გავშლით, მეგობრებო, ეს არის ამ სიტყვაში ორაზროვანი სიტყვა არის. შეიძლება რაღაცა დაშალო, ან გაშალო. შლაში რა იგულისხმება? დაშლა თუ გაშლა? არჩევანი შენია, რომელსაც ყურადღებას მიაქცევ, ის იგულისხმება. და არსებობენ ადამიანები აქცევენ დაცემულ მხარეს ყურადღებას, არსებობენ ადამიანები აქცევენ გაშლილ მხარეს ყურადღებას და არა დაშლილ მხარეს ყურადღებას. მიხვდით, ხო? ქართული ენა უნიკალური რატომ არის? და არა მხოლოდ ქართული, გერმანული ენაც ძალიან მეცნიერული ენა არის. მეცნიერული, ანუ მეცანია, მეს ცნობაში გეხმარება. ხო? და მეს ცნობაში ასევე გეხმარება ყველა ის ენა, რომელსაც ფლობ. რამდენ ენასაც ფლობ, იმდენი ადამიანი ხარ. თუმცა ქართული ენა გაწვდის უამრავ ინფორმაციას, რომელშიც არის სიბრძნე ჩადებული. როდესაც საპატრიარქოს ფსიქოლოგმა დამცინა, როდესაც ვუთხარი, რომ ამ ენით მეთქი ბევრ რამეს გაშიფრავს ადამიანი თქო, მაინც რასო? აბა, მაინც რასო? იმასო, მეგობრებო, რაც უკვე ბევრმა იცის სასულიერო პირებიდან, მაგრამ სასულიერო პირების შემთხვევაში იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ყველაფერი იციან, მათ გონიათ, რომ ადამიანები ჯერ არ ვართ მზად ამ ყველაფრის გაგებისთვის. სანამ ბავშვი არ დაიწყებს აღუს არ იტყვის, მანამდე დედას საიდან ეცოდინება, რომ ბავშვს ლაპარაკი შეუძლია? ამიტომ დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ჩაგვსვავენ ციხეშიც, ზოგს ჩასვავენ საგიჟეთში, ზოგს მოიშორებენ თავიდან. ასე იყო ქრისტეც, მეგობრებო. თქვენ გონიათ ქრისტე სხვა ცნობიერებას გვაწვდიდა? ქრისტე სულელი უნდა ყოფილიყო მაშინ, რომ ანი და ჰოევარო ეთქვა. ანუ ჩვენ ქრისტე იგივე ცნობიერებას გვაწვდიდა, რაც დღეს აი მარი მიყურებს ხუციშვილი, მარი შენ კარგად იცი, როგორ იხსნება ადამიანებში ეს ცნობიერება, ანი და ჰოეს ცნობიერება. და ჩემმა მღვდელმა ყოფილმა, რომ ჩემმა სულიერმა მამაოდ წოდებულმა, ეგრეთ წოდებულმა ძველმა, რომ მითხრა, რომ ჯორჯაძეზე, რომ ეგ ადამიანი მე ენაში დაკარგული, სიტყვებში დაკარგული მგონიაო, აი ჩემი გულის წყვეტა მაშინ თქვენ
მე რო გული დამწყდა იმ მომენტში, როცა ეს სიტყვები თქვა ჩემმა მოძღვარმა, ხო? აი ვერ წარმოიდგენთ როგორ გული მეტკინა რა. იმიტომ რომ ეს ადამიანებს მოძღვრავს, რომელმაც ჯერ არ იცის ანი და ჰოე რა არის. ანი ბანი არ იცის რა არის და ადამიანებს მოძღვრავს. გესმის? ჩემი გულის წყვეტა იცი რამხელა იყო მეგობრებო? რატო დამწყდა გული? განა ის რომ ის მითხრა ამ ადამიანმა, რომ ეგ ადამიანი ასობგერებში დაკარგული მგონიაო. ეს ადამიანი ხო არ მეტყოდა იმას, რომ შეძლებოდა ამ ინფორმაციაში ჩაწვდომა, როგორც მე ჩავწვდი და აგერ როგორც ქალბატონი მარი ხუციშვილი ჩაწვდა და ბევრი თქვენგანი, რომელიც მიყურებთ, ხო? იმ მომენტში მე რა მეთქინა, იცით? რომ მე ვუწოდებდი ადამიანს მამაოს, რომელმაც ჯერ ანი და ჰოე არ იცის. ესე იგი მე დედა გამოვდივარ მისი, რომელსაც უნდა ვასწავლო ანი და ჰოე და მე მას მამაოს ვუწოდებდი ერთ დროს. გული იმიტომ დამწყდა, რომ ამ სიტყვებით მან გამორიცხა ის, რომ მოდი ერთად გავუკოთ ბატონ ჯორჯაძეს რას ლაპარაკობს. რატომ გამორიცხა იცით, მეგობრებო? იმიტომ რომ მან უკვე გამორიცხა, დაკარგული მგონიაო, ხდებით? და არა ის თქვა, რომ იცი რა თამარ, მე ამ ინფორმაციებს ჯერ ვერ ვწვდები. ხდებით? აქ იყო ეს ჩემი გულის წყვეტა, რომ მან უკვე განაჩენი გამოუტანა ადამიანს, რომელიც მასზე 200 თავით წინ არის. განაჩენი გამოუტანა უკვე მას, ჯვარს აცვა. ხდებით რა მოხდა აქ? და მე ამ ადამიანს ვერ გავაგებინებ, რა სიბრძნეს ლაპარაკობს ეს ადამიანი, იმიტომ რომ მისი გონება ჯერ 200 თავით ჩამორჩენილია ამ ადამიანს. მე ისიც მიყვარს და ისიც მიყვარს, რომელი გავწირო? რომელი გავწირო? რომელმაც მე გამწირა, ის უნდა გავწირო. რომელმა გამწირა? იმ ადამიანმა, რომელმაც განაჩენი გამოუტანა იმ ადამიანს, რომლისაც მესმის. რომელმაც მეც გამწირა და ისიც გაწირა. როგორი განაჩენი გამოვუტანო? ვამხილო. პირდაპირ ვამხილო. მხელას ამიტომ გვავალებს უფალი. აუცილებელია მხელა. მე თუ არ ვამხელ ჩემზე 200 თავით ჩამორჩენილს და მას არ ვეტყვი რომ იცით რა, ჩემო კარგო, მოდი ჯერ შენ ისწავლე და მერე მე მასწავლე. და მოდი თუ გინდა რომ მაზიარო ქრისტეს, მოდი რა ჯერ ანი და ჰოე გავიგოთ რა არის და მოვუსმინოთ ერთად ამ ადამიანს, რომელიც თქვენზე 200 თავით წინ დგას. და თუ კი ეს ადამიანი მეტყვის შენ შეპყრობილი ხარ და ისიცო და რაც მოხდა სამწუხაროდ, ხო? მაშინ მე რა უნდა ვქნა? ვენები გადავიჭრა და შემდეგ საგიჟეთში წამიყვანონ? მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი, ამბობს ღმერთი და სწორედ ამк უნდა გამოიყენოს ადამიანმა მოთმინება. რამე თუ არ იციან რას აიქმან. ისინი, რომლებიც თავის თავს რაბებს უწოდებენ. და ვინ არიან რაბები? ყველაზე დაბალი საფეხურზე მდგომი ადამიანები. პირველ საფეხურზე მდგომი ადამიანები. თუმცა ისინი დგანან საფეხურზე. ხოლო მათზე 7-ჯერ აღმატებულები დგანან მამასთან. მათზე 6-ჯერ აღმატებულები. რამე თუ ისინი პირველ საფეხურზე დგანან. მათზე 5-ჯერ აღმატებულები დგანან მზის ორიონელების კართან.
მათზე 4-ჯერ აღმატებულები დგანან სიტყვებთან, ანი და ჰოესთან. მათზე 5-ჯერ აღმატებულები ვთქვით, მათზე 3-ჯერ აღმატებულები დგანან სალოსობასთან, სიგიჟის ზღვართან. მათზე 2-ჯერ აღმატებულები დგანან სიგიჟესთან. და მათ საფეხურთან დგომი ხალხი დგანან სად? ქვით ნაშენ ეკლესიებში ამბიონებზე. ანუ თქვენ მიხვდით ხომ? 7 საფეხურიდან ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან რაბები, რადგან მათ ეწოდებათ ყორნები. რაბი და ყორანი. გერმანულად იცით რა ქვიათ? ყვავებს? რაბე. ისევ და ისევ სიტყვებმა გაგვიმხილეს, თუ რომელ საფეხურებზე დგანან ყორნები, იგივე რაბები, იგივე მამაოები, რომლებსაც აცვიათ ყვავის სებურად შავი ფორმები. რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ. ასე რომ, რამდენი ენაც იცი, იმდენად განათებული ხარ. რამდენი ენაც იცი და როგორც იცი, იმდენად შეგიძლია ამ სამყაროს აღქმა. და ეს არ ნიშნავს, თუ შენ მათემატიკა არ იცი, რომ მათემატიკა ან სიგიჟეა, ან მათემატიკა არ არსებობს. და თუ შენ ასტროლოგია არ იცი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასტროლოგია ბნელია ან არარსებული. უბრალოდ შენ ჯერ ამ ცნობიერებაში ვერ შეხვედი. რატო? იმიტომ რომ როგორც დავიწყეთ, ლაივი ისე დავასრულოთ. იმიტომ რომ შენ ისევ და ისევ ძველი ინფორმაციებით, უმნიშვნელო და არასაჭირო ინფორმაციებით გაქვს თავი გამოჭედილი, აღარ შედის ახალი ხილი მასში. ახალი. მოდი კიდევ ვეტყვით. ახალი. აღარ შედის შენში. აღარ, ვეღარ იტევს შენი გონი ამას. და გული მით უმეტეს. რამე თუ შენ გულის ვარჯიში ჯერ არ დაგიწყია. ვითომც და არას და იბრალებდე და ამბობდე, რომ ჩვენ გვიყვარს იესო ქრისტე, თუმცა მისი სიტყვა ჯერ არ გაგიგია და ის ვერ შეგისრულებია, რომ ვაჭრობა აკრძალო ეკლესიაში მამის სახლში. რატომ? იმიტომ რომ შენ ქრისტეს სიტყვებს უმნიშვნელოდ მიიჩნევ. შენ არ მიიღე ქრისტეს სიტყვები გულის ყურთან არ მიიღე. გაანებელყოფე, უგუნებელყოფე. და მაინც შენსას აგრძელებ, რამე თუ შენ ყორნის საფეხურზე დგახარ. და ყორნის საფეხური არის სდონის საფეხური. თქვი და განვითარდი. 7 საფეხური არსებობს. ადი პირველიდან მე-7-ზე მამასთან დგავართ. ყველანი ვინც ანი და ჰოე გაიგო რას ნიშნავს. და შემდეგ მამასთან დგავართ ყველანი ვინც ანი და ჰოე ხალხში გაიტანა იესო ქრისტეს მსგავსად. და მამასთან დგავართ ყველანი ვინც ჯვარს ვეცვით ყორნებისგან. ეს არის თქვენი გოლგოთას გზა და გოლგოთას საიდუმლოებანი. იმ წიგნში, რომელიც დაგიწერეთ, ჯერ არ წამიკითხავს გოლგოთას საიდუმლოებანი, თუმცა იმ წიგნში მოიპოვება ერთი სული მაგ როდის მივალ იმ ნაწილამდე, სადაც გოლგოთას საიდუმლოებებია. თუმცა ჯერჯერობით, როგორც გითხარით, ჯერ პრაქტიკაში მაჩვენებს მამა ზეციერი, შემდეგ მიდასტურებს
ის მიმოწმებს იგი თეორიულად. ასე რომ თეორიასთან მივალთ მაშინ, როდესაც ჩვენ გავივლით გოლგოთას გზას. და რა არის ეს გოლგოთას გზა თუ არა მამისთვის წამებული როლში ყოფნა. წამებული, წამსები, ანუ აწმყოში იყავი. სხვა არაფერს არ ნიშნავს ეს სიტყვა თუ არა აწმყოში ყოფნას და როდესაც ადამიანი აწმყოშია, წამებაშია, ის ადამიანი აუცილებლად იქნება თამაშგარეთ. რატომ? იმიტომ რომ ის აღარ თამაშობს, ის ცხოვრობს, ის ეწამება, ეწამება და ეწამება ნიშნავს ენი წამსება, ის საუბარშია. მოდი თავიდან დავასახელე ხომ ეს ლაივი ვიბაასოთ თქო ხომ? რას ნიშნავს ეს სიტყვა ვიბაასოთ? აქ არის ბა, ნიც და ასოც მოცემულში. ჩვენი ბაასი, მეგობრებო, წარმოადგენს ბანსაც, ასოცაც და ასსაც. ანუ თუ თქვენ ზღაპრებიდან იცით რას ნიშნავს ასთავიან დევთან შებმა, ხომ? დაახლოებით ამის საკითხია, როდესაც შენ ასთავიან დევს შეებმევი და ბოლომდე გაიტან შენს სიტყვას, სარსაც და ტყუიასაც. რა არის ის არის? ის არის რა არის? ის არის, არის რაც ის არის. ვინ არის? ის არის. ის ვინ არის? ის არის? თუ ის არის. ესე იგი ვიღაცა მესამე პირზე ვსაუბრობთ, ხომ? მე შენ გეუბნები რომ ის არის. მე არ გეუბნები რომ შენ ხარ ან მე ვარ. მე გეუბნები რომ ის არის. სად წაგვიყვანა ის არმა? მესამე პირთან წაგვიყვანა ის არმა. და ვინ არის ეს მესამე პირი? ის ვინც არ შენ გინახავს და არც მე. სახარებაში წერია, ვინც მამა ზეციერი აგინოს, ეპატიოს. ვინც ძე ღმერთი აგინოს, ეპატიოს, ხოლო ვინც სულიწმინდა აგინოს, ის სამუდამოდ გაქრეს. მისი სული დაიშალოს, აღარ იარსებოს, არ ეპატიოს, ვეღარ ეპატიოს. ის არის, რომ გავშალოთ, არის ინ არის სარი. ინ ნარ სანი. ინარსანი? ვინ არის ინარსანი? რაღაც შემთხვევაში გამახსენდა არსენი. არსენი, რომელზეც ეუბნება ქრისტე თავის მოწაფე იოანეს თუ არ ვცდები, რომელიც კითხავს, რომ ვინ არისო შენი საუკეთესო მოწაფე ქალიო და 4-ს ჩამოუთვლის ქრისტე. იესო უпростоრად. ეს არიან მარიამიო, მართაო, არსინიო და სალომეო. ინარსინი. აი აქედან მოდის ეს სახელი თურმე. ქართული სახელი ყოფილა. არსინი.
და მე მიკვირდა, მე თქვი რანაირი სახელია ეს, არ გამიგია ცხოვრებაში. ვინ არის არსინი? არსინი. არსენად საინტერესო ზედმეტ სახელია. და ისარმა მიგვიყვანა ჩვენ არსინთან. არსინი. გაგიგიათ არსინის შესახებ? რადგან ქრისტეს საუკეთესო მოწაფე იყო, ესე იგი მას აუცილებლად ეცოდინებოდა წერას და კითხვაც. რამე თუ ანი და ჰოეს უმცოდინარი ქრისტეს საუკეთესო მოწაფე ვერ იქნებოდა. საუკეთესო მოწაფე ყავდა ქრისტეს ის ადამიანები, ვინც იგებდა რას ნიშნავს ანი და ჰოე. აი მე და შენ რო ვიგებთ ეხლა ჩვენ ლაზარეს ენას, ისე იყო მაშინაც ერთმანეთში საუბრის დროს, რასაც უმხელდა ქრისტე თავის მოწაფეებს და განსაკუთრებით ქალებს სულ სხვანაირად ესაუბრებოდა ვიდრე მამაკაც მოწაფეებს. თუმცა ჩვენამდე დღეს მოსულია მხოლოდ მამაკაცთა ჩანაწერები, მხოლოდ იმ 4 უმაგრესი ქალის ჩანაწერი დღეს მხოლოდ საპატრიარქოს აქვს თავისთან დამალული. და თუ საპატრიარქოს არა, აუცილებლად აქვს ვატიკანის ბიბლიოთეკას დამალული. ქართულ ენაზე. ქართულ ენაზე. ქართულ ენაზე. ვიბა ასეთ? ეკას დაუწერი არსენა სახელი გამიგიაო, ხო ჩვენთან არის არსენას გამოქვაბული და არსენა იცით ვინც არის. ეს ფსევდო სახელი იყო, მას არ ერქვა ასე. არსენა, რომელიც ებრძოდა სისტემას რა, მოკლედ რო ვთქვა. არა ავადმყოფი ჯანმრთელი, არა სენიო, არსენი. ხო, მარი, სწორედ ჩაწვდი ამ სიტყვას კი, არსენი, არა ხო, საინტერესო ის არის, რომ ამ არაჩვეულებრივი წიგნში, მეგობრებო, იცით რა წერია? ადასტურებს გნოსტიკური სახარების სწავლებას, რომელიც მაგდალინელის მიმართებაში საუბრის დროს მჟღავნდება, როდესაც ქრისტე ეუბნება მაგდალინელს, რომ არ დაემორჩილო გვამს და შემდეგ არ დაემორჩილო სიკვდილს. და საინტერესო ის არის, რომ დროთა განმავლობაში, აი ამ 1000 წლეულობის განმავლობაში ადამიანი მართლაც დაემორჩილა ავადმყოფობებს. აი, მარი რა კარგად გამახსენე რა ეს ამბავი. ავადმყოფობებს დაემორჩილა. მან ჩათვალა, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ღვთიურია და ღვთიური სხივია, რომელიღაცა ავადმყოფობა მოკლავს, ჩათვალა და დაუშვა ესე. ანუ დათანხმდა, ანუ დანებდა. ანუ ნება მისცა ავადმყოფობას, რომ ეს ადამიანი გაანადგუროს. თუმცა ქრისტე არ იგებს მაგდალინეს, ნუ დაემორჩილები გვამს. ყოველი ავადმყოფობა, რომელიც ჩვენს გვამს აწუხებს, შეგვიძლია ერთი სიტყვით გამდევნოთ. რამე თუ ნუ დაემორჩილები გვამს ასწავლის ქრისტე მაგდალინელს. ესე იგი, შესაძლებელი არის, რომ არ დაემორჩილო გვამს. ესე იგი, შესაძლებელია, რომ არ დაემორჩილო სიკვდილს. ნუ დაემორჩილების სიკვდილს ამბობს ქრისტე მაგდალინელის მიმართ. ამას ხშირად ვიმეორებ და კიდევ ხშირად გავიმეორებ, რამე თუ ჩვენ ჩაგვიდეს პროგრამა, რომ ეს ავადმყოფობა არსებობს, ეს და ეს და ეს ვირუსი და ის ვირუსი.
თუმცა ქრისტე გვეუბნება ჩვენ. ნუ დაემორჩილებით მას. გახსოვთ ლიბრით დაავადებულს რო არჩენდა, კეთრით დაავადებულებს რო არჩენდა? როგორ არჩენდა ქრისტე? არ დაემორჩილა და ისე. არ დაემორჩილა იმ დაავადებებს. და ჩვენ რატომღაც თავს ნებას ვაძლევთ, რომ დავემორჩილოთ ამა თუ იმ სისუსტეს რა. ასევე ნებას ვაძლევთ ჩვენს თავებს, რომ დავემორჩილოთ ამა თუ იმ ვნებას. ასევე ნებას ვაძლევთ ჩვენს თავებს, რომ დავემორჩილოთ ამა თუ იმ დამოკიდებულებებს. რატომ? იმიტომ რომ ესე გვინდა. არც მეტი, არც ნაკლები. ის რაც მოგდის, შენი თავით მოგდის. რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი დავითაო, ამაზეა ნათქვამი. რომ თუ შენ ემორჩილები, შენი ნებით ემორჩილები. არავით არის სხვა ჩარევა აქ არ ხდება. შენ გაძლევენ როგორც წერია. სიცოცხლისა და სიკვდილის ხეს. უბრალოდ სიცოცხლის სიკვდილის ხეს კი არა. ბოროტებისა და სიკეთის ხეს თუ იგემებ, მოკვდები, ხო ეუბნება ადამს. და ნახეთ რა არის აქ საიდუმლო. ადამმა დაუშვა თავის თავში ის, რომ რაღაცა სისუსტეს დაემორჩილოს. რამე თუ მანამდე იყო მხოლოდ ერთი რამ ადამში. ერთი რამ. ის არ ემორჩილებოდა. იმან იცოდა მხოლოდ ჭეშმარიტება. და ის რომ რაღაცა ავადმყოფობამ შეიძლება მოეკლა ადამი, ამას ჯერ არ ემორჩილებოდა ადამი. ადამი ამბობდა და იცოდა მტკიცეთ, რომ სანამ ის პირველი ხის ამ ყველა ხის ნაყოფს ჭამდა, ამ ერთისას გარდა, ხო? იცოდა იმან, რომ არც არაფერი არს ჩემდა გასანადგურებლად შექმნილი. ხოლო რამე თუ მე დავუშვებ ჩემს თავში იმ ხილის ჭამას, ანუ იმ ცნობიერების შემოტანას ჩემში, რომ მე შეიძლება რამე მომკლას, აქ უკვე იწყება სწორედ დაცემა. ანუ შენ თუ გინდა ისევ 3-4-ში შესვლა, აუცილებლად უნდა გაიაზრო ეს ორი სიტყვა. ნუ დაემორჩილები, ორი მცნება. ნუ დაემორჩილები გვამს და პირველი არის ჯერ ნუ დაემორჩილები სიკვდილს და შემდეგ ნუ დაემორჩილები გვამს. არა, მოიცადე? ხო, ჯერ სიკვდილს და მერე გვამს. ნახეთ როგორ ეუბნება რა, ძალიან საინტერესოდ ეუბნება ქრისტე მაგდალინას. პირველი, ნუ დაემორჩილები სიკვდილს და შემდეგ მეორე, ნუ დაემორჩილები გვამს. ესე იგი, ნახეთ, როდესაც გვამი იცით რა არის, ხო? როდესაც უკვე სიკვდილს დაემორჩილე. ხო? ესე იგი, იმის მერეც არ იგებს ქრისტე, ანუ დაემორჩილა უკვე ვთქვათ სიკვდილს ადამიანი, ხო? და ვთქვათ დაემორჩილა სიკვდილს. მაგრამ ნახე რას ეუბნება ქრისტე, ნუ დაემორჩილები გვამს. ანუ ეხლა ეს მე რას მეუბნება, იცით? რომ ქრისტემ რომ თავისთავი აღადგინა, იქ მოხდა ეს საიდუმლოებების გაჟღერება რა, დაემორჩილა სიკვდილს, მაგრამ აღარ დაემორჩილა გვამს. და აღადგინა თავისი თავი. ესე იგი მოხდა ერთი რამ, შენ თუ სიკვდილს დაემორჩილები, ანუ გაგიყვანენ შენი სხეულიდან, შენი სხეული არის რესურსი რა. შენი რესურსია, რომ შენი სული გამოვლინდეს მასში. თორე სხვანაირად ვერ ცილაპარაკებ, ვერ შემეხები, ვერაფერს ვერ იცავ, ხო? და თუ კი დაემორჩილები სიკვდილს, შემდეგ ნუ დაემორჩილები გვამს. იქ პროცესი მიმდინარეობს. ესე იგი, ცნობიერის პროცესი მიმდინარეობს. შენ ისევ ცნობიერებაში ხარ, როდესაც გვამი გიდევს შენი წინ. უკაცრავად. აი მაგალითად ავიღოთ რა. დავემორჩილეთ სიკვდილს, ხო? და ვუყურებთ ჩვენს გვამს, დავუყურებთ ზემოდან. გონში ვართ, ჯერ გონი გვაქვს, ჩვენ აქ ვართ ჯერ.
და დავყურებთ გვამს ზემოდან. და არაერთი ცნობა არის გარდა ისა გასულების, რომ უთქვათ, რომ დავყურებდი გვამს და ვამბობდი, რომ ეს რა საშინელება რაღაცა აქ როგორ ვიჯექი. ხო, ამაში. და ნუ დაემორჩილები გვამს ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია აღადგინო ისევ ის. გვამ არ უნდა შეგაშინოს. უნდა აღადგინო ის. ამ ცნობიერებას გვასწავლის ქრისტე და ეს არ არის რაღაცა magic, ანუ რაღაცა სასწაული და ესეთი სასწავლია ზუსტად, სასწაულია, იმიტომ რომ სასწავლია რა, უნდა ვისწავლოთ როგორ. ანუ ჩვენ უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი თავი ერთ რამეში რა, მოვემზადოთ და მზადყოფნაში ვიყოთ. შეიძლება სიკვდილმა დაგვიმორჩილოს. შეიძლება, მაგრამ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისევ ჩვენი თავი. გესმის? ანუ გვამი უნდა აღვადგინოთ. როგორც ჩანს, ამას დაახლოებით 3 დღე-ნახევრიანი პროცესი აქვს. ანუ ჩვენ ამას ყველა გავიგებთ სხეულიდან გასვლის შემდეგ, როდესაც სიკვდილს დავემორჩილებით. თუმცა შეგვიძლია სიკვდილს არც დავემორჩილოთ, რომ არ მივიდეთ გვამის დამორჩილებამდე. მაგრამ ვთქვათ და დავემორჩილოთ სიკვდილს და ვერ შევძელით დაუმორჩილებლობა, ხო? მაინც გვაცდუნა. მაშინ უკვე იწყება მეორე ეტაპი. ბევრჯერ გავიმეოროთ რა, რომ გავიაზროთ კარგად რა ხდება. რომ უკვე მეორე ეტაპი იწყება, რომელიც დაახლოებით ჩვენი დროის აღქმიდან 3 დღე-ნახევარი 3 დღე-ნახევარის პროცესია, თუმცა სხეულიდან გასვლის დროს უკვე დრო აღარ იცი რას ნიშნავს, იქ უკვე ჩართულია ერთი აქტი. აქტია ჩართული. იქ ჩალიჩობ უკვე იმაზე, როგორ არ დაემორჩილო გვამს. აქ დროს არ უყურებ, იქ დაღამდა, გათენდა თუ რა ქნა, მაგას მნიშვნელობას აღარ ანიჭებ რა. ერთადერთ რამეს აკეთებ, მხოლოდ ისევ და ისევ რთავ იმ ინფორმაციას შენს გონში, რას ამბობს ამ დროს ქრისტე რა, რას გულისხმობს ამ დროს ქრისტე. როგორ არ დაემორჩილო გვამს. ანუ ვიცით, რომ ქრისტემ თუ აღადგინა თავისი თავი, ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ჩვენი თავი. უნდა იჩალიჩოს შენმა სულმა იმაზე, რომ გვამი აღადგინოს. ნახე, გარეთ ჩარევით ქრისტე ახერხებს პატარა გოგოს გაცოცხლებას და ლაზარის გაცოცხლებას, ორი ადამიანის გაცოცხლებას. და კითხვა ისმის ასეთი, რატომ ვერ შეძლო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლის გაცოცხლება? რატო რა არ უყვარდა იოანე ნათლისმცემელი? ლაზარე თუ უყვარდა, იოანე ნათლისმცემელი არ უყვარდა, რომ გაეცოცხლებინა? ხო? მე ვფიქრობ ესეთ რამეს რა. ვისმა სულმაც შეძლო გვამის აღდგენა, ქრისტემ მას შეუწყო ხელი. ხვდებით რა გითხარით? ამიტომ მეუბნება ერთ-ერთს, რო ეკითხება თავის მოწაფე, რომ რატო არ აღადგინეო იოანე ნათლისმცემელიო? იმიტომ რომ ისე კი არ არის ჩვენ როგორც გვინდაო, ისია როგორც ღმერთს სურსო. ესე იგი რა მოხდა ნახეთ რა. როდესაც ამ პატარა გოგოს აღადგენს, ხო, სახში რომ მივა, გახსოვთ? სახში რომ მიაკითხავს და თავის მოწაფეებს რო ეტყვის, რომ არ გათქვათო. სანამ მე ცოცხალი ვარ, არ გამთქვათო ამაშიო, რომ აღვადგინეო რა. სანამ ამ პატარა გოგოსთან თავისი სული ჩალიჩობდა, ამ გოგოს სული, რომ ისევ თავის სხეულში უნდა დაბრუნება, ქრისტემ გზა ასწავლა. იქ სიტყვები უთხრა სულს, მის სულს, რომელიც თავის გვამს დაჰყურებდა, როგორ უნდა აღდგარიყო. შემდეგ ლაზარეს ამბავშიც იგივე მოხდა. ლაზარეს სული აღდგენას ცდილობდა, არ ემორჩილებოდა გვამს. არ ემორჩილებოდა, რამე თუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაზარესა და ქრისტეს შორის ერთ დროს იქნებოდა იგივე საუბარი, რაც მაგდალინელთან გაიარა. იმიტომ ძალიან ახლოს იყვნენ ლაზარე, მართა და მარიამი ერთმანეთთან. და რადგან ქრისტემ იცოდა, რომ ლაზარეს სული ცდილობდა თავისი გვამის არ დამორჩილებას,
ნახეთ როგორ არის მეოთხე დღეს აღადგინა. აქაც 3 დღე ნახევართან ვართ ახლოს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ უკვე იხწნებოდა სხეული, აღდგენა მაინც შესაძლებელი იყო, რამე თუ სული ჯერ კიდევ იბრძოდა თავისი სხეულის აღდგენისთვის. ლაზარეს სული იბრძოდა. ქრისტემ უბრალოდ დაუძახა, რომ გამოდიო. მე ვფიქრობ, რომ ქრისტემ ლაზარეს რომ შემოუძახა, ლაზარე აღდეგიო, ხო? იქ უკვე ლაზარეს დამოწმება მიუვიდა იმისა, რომ შენ შეგიძლია ახლა ისევ ჩაჯდე შენ სხეულში რა, არ დაემორჩილო გვამს. ის მისცა, ბიძგი მისცა ლაზარეს სულს ქრისტემ, რომ აღმდგარიყო. აი იოანესთან რატო არ მოხდა ეს, მეგობრებო, საინტერესოა რა. განა იოანემ არ იცოდა, რომ არ უნდა დამორჩილებოდა გვამს. მაგრამ ნახეთ რა მოხდა აქ. რადგან ქრისტე ყველა სახარებაში წერია, ამბობს, რომ ელია იყო იოანე, ხო? და რაც დაწერილია, ეს უნდა მომხდარიყო. და ჩვენ ვიცით, რომ ელიას თავს მოკვეთენ, ხო? როდესაც აღდგება მეორედ მოსვლის დროს, ბოლო ჟამის დროს, როდესაც აღდგება ელიას თავს მოკვეთენ, ხო? ეს უნდა მომხდარიყო, დაწერილი იყო. მერე დაწერილი აღარ იყო, რომ თავს რომ მოკვეთნენ იოანეს, იოანე აღდგებოდა. აღარ იყო ეგ დაწერილი. ამიტომ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, რომ ელია უკვე მოვიდაო, ეუბნება ქრისტე თავის მოწაფეებს, მაგრამ მას ისე მოექცნენ, როგორც მათ სურდათო. როგორც დაწერილ არსო. ასე რომ აღსრულდა სიტყვა და ამის მერე ეუბნება ქრისტე თავის მოწაფეებს რა, რომ ეკითხებიან, როდის მოვაო ის დრო, როცა უნდა მოხვიდეო ჩვენთანო და ქრისტე ეუბნება ამ ადამიანებს რა. აქ ვდგავარ და ვერ ვხედავთო. მეორედ მოსულიც ვარო და მეორედ მოსვლაც მოხდაო, მაგრამ ვერ მხედავთ თქვენო. ეს უკვე მოხდაო. მომხდარია მეორედ მოსვლა. უკვე 2025 წლის წინ. თუმცა გააზრება ამის ხდება დღეს. ამიტომ ქრისტე ხორციელად მოდის ცნობიერში და არა ახლა კიდე ციდან ჩამოვა. არა, მეგობრებო, უკვე მოვიდა ქრისტე მეორედ და უკვე ამაღლდა. მეორედ მოსვლა და აღდგომა უკვე მომხდარია. ჩვენ ცნობიერს ეს შემორჩა დღემდე, ამ რიტუალების სახით, იმიტომ რომ ჯერ ვერ გაუცნობიერებია რა მოხდა მაშინ. და როდესაც დაიწყება ცნობა, ცანი, ხო? გაიხსნება ცანი. ამ ცანზეა საუბარი მესამე თვალზე, რომ უნდა ცნო და არა იმ ცაზე, სადაც მაღლა ვიყურებით, ვიდრე ცაში დაიწყებთ ყურებას, ჩიტები შეგასწრებენო, ხო, ამბობს ქრისტე. ცაში ცა არაფერ შუაშია აქ ხალხო. ამ ცანზეა საუბარი, რომ უნდა ცნო. ამ ცაზეა საუბარი, ხო? რომ 2025 წლის წინ რომ ქრისტე აღდგა და აღდგომაც რომ მოხდა და მეორედ მოსვლაც მაშინ რომ მოხდა, იოანეს თავის მაშინ რომ მოაჭრეს და ყველაფერი მაშინ რომ მოხდა, რაც დაწერილი არის, დღეს ვიაზრებთ ამას. ხვდებით დრო როგორ გაიწელა და ყველა დრო რო ერთში მოექცა? ამიტომ ვედროში ვართ. ვედრო რას ნიშნავს? ვინისა და ენის დროში ვართ. სადაც დაიწყება უკვე კითხვების დასმა, ვისი ენა და რა ენა? ამენითო გეუბნება მერე კიდე ჩვენი ქართული ენა. ვინ ენით? ამენით. ამენ, ამენ. დიახ, ამენ. ხო საინტერესოა. ჩამთე თუ გინდა გეტყვი რა როგორცაა. ლაზარე, მე მგონი შენ ის ლაზარე ხარ, რო აღგადგინა ქრისტე მაშინ. გახსოვს? აბა ძმაო, მოდი გავიხსენოთ, როგორ აღგადგინა
ქრისტემ მაშინ. როგორ ჩაგთო? აჰა, აი ეს. ემზარ, სად ხარ? აბა? გამატებს? ქრისტე აღდგა მეგობრებო, ჭეშმარიტად აღდგა. ბევრს გააქვთ ის კითხვა, ხორციელად აღდგა, თუ მარტო იმ ეთერული სხეულით აღდგა. ორივეთი მეგობრებო, ორივეთი. დიახ, ორივეთი აღდგა. არ დაემორჩილა გვამს და არ დაემორჩილა სიკვდილს. ეკა წერს სასიამოვნოა, მადლიერი ვარ თქვენი თამარ ქალო. მადლობა ეკა. ის როგორ არის? 10 რო განკურნა და მხოლოდ ერთი რო დაბრუნდა სამადლობელოდ, ხო? ანუ მადლიერი რო დაბრუნდა ერთი. რაღაც შემთხვევაში მეგობრებო, ხო? ეს იცით რა არის? ნუგეში. ნუგეშის მოცემა არის ეს რომ შემოგვრჩა, იცით? იმიტომ რომ ახლა რამდენი ათასობით ადამიანი მისმენს და ძალიან ცოტანი ხართ, რომლებიც მადლობას იხდით და ხო, ნუგეშია ეს ერთგვარი. ემზა, რატო ვერ გამატებს? ვერ გამატებს, შენ ვეღარ გამატებს, აი რატომ მიჭედავს ხოლმე შენზე არ ვიცი რა. აი ხაც გამატებს და აღარ გამატებს. რამდენი ხანი გავიდა, რამდენს საუბრობთ, ხო? აბა დაველოდები ემზარს და თუ არ ჩაირთო, მეც დაგემშვიდობებით უკვე 12 ხდება. ეხლა ტიკტოკერობას დავიწყე მეგობრებო, რა ვიცი, გადავალ ტიკტოკზეც, იქაც იქნება ხალხი, ვისაც უნდა ამ სიტყვების მოსმენა და ხო, ოღონდ ისეთი ტიკტოკერობა არა, როგორც სხვები. მარინა, მადლობა, ასევე მადლობა. ხო, ემზარ არ გამატებს, აი გამატებს და ვერ გამატებს. ხო და ამიტომ დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, ძილინებისა გისურვებთ ტკბილ ძილს და მინდა რომ გითხრათ, რომ ის გოგო დღესაც არ გამოუშვიათ ფსიქიატრიულიდან იქ არის როგორც ჩანს, იმიტომ რომ ტელეფონის გათიშული აქვს და ვერ ვუკავშირდები. იმ დღეს რო ჩავწერე ლაივი, ხო მიცით? ხო. სამწუხაროა მეგობრებო ძალიან. კარგი ემზარ, მადლობა აბა და ყველას მადლობა. ლალი, მადლობა შენც, ასევე ყველას დიდი მადლობა. გააზიარეთ ხოლმე ვიდეოები მეგობრებო, მე ყოველთვის მიხარია ჩემს ვიდეოებს თუ აზიარებთ. ნუ მოგერიდებათ და ნუც შეგეშინდებათ. რომ რამის იტყვენ თქვენზე. აუცილებელია ჩვენ თუ არ გავზარდეთ ერთმანეთი, რაბების ხელში დავრჩებით, ანუ ყორნების ხელში დავრჩებით ისევ, იმ პირველ საფეხურზე დავრჩებით. აბა გაკოცეთ.